საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეთა ნაწილი უკვე საქართველოშია. დღეს თბილისში ევროპის 17 ქვეყნის დელეგაცია ჩამოფრინდა. რეპეტიციები ოლიმპიურ სოფელში ხვალიდან იწყება. ხვალ კონკურსანტების მონაწილეობით დაგეგმილია იმ ვიდეო რგოლების გადაღება, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. ამის შემდეგ უკვე 8 დეკემბერს სასტუმრო პულმანში საზეიმო მიღება გაიმართება. საღამოში მონაწილეობას პირველი არხის პროექტის რანინას წარმომადგენლები და საბავშვო ევროვიზიის გასული წლების ქართველი გამარჯვებულები მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პირველი არხი შოუს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში გამოვალ სცენაზე. ჩემი სიმღერა არის იმაზე, რომ ყოველი წუთი უნდა შევირგოთ და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. ძალიან ენერგიული სიმღერაა, საცეკვაო ელემენტებით. მოუთმენლად ველი სცენაზე გამოსვლას. თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვფრინდით. აქ პირველად ვარ და ძალიან მიხარია. ერთი სული გვაქვს სასტუმროში გავიმგზავროთ და სხვა კონკურსანტები ვნახოთ. მათთან ერთად ვიმღეროთ და გავერთოთ. ასევე ძალიან გვინდა ქალაქის დათვალიერება. ჩვენ სიმღერას ქვია ერთხელ და არის კითხვის მეშვეობით ახალი გზების აღმოჩენაზე, კულტურაზე, წარმოსახვაზე და ესაა ჩვენი მესიჯი ევროპას.